მეორე წყლული, მეორე ცოდვა სიძვა. ვისაც სურს მოერიოს სიძვას და ნაყროვანების უნებას არ ებძვის, ჰგავს ადამიანს, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს და ამ ცეცხლში თივას ყრის. როგორ ვებრძოლოთ სიძვას? შევიყვაროთ დამდაბლება, შევსვათ შეურაცხყოფა და ცილისწამება. ვით სამკურნალო განწმენდელი სასმენი, გვირჩევს კიბის აღწერელი. დაბალნი უნდა ვიყოთ ყველაფერში, შინაგანად ჩვენ გულებშიც და გარეგნულადაც, ჩაცმულების მხრივ ადამიანებთან ურთიერთობაში. ამას გარდა აუცილებელია მოვერიდოთ საცდური შექმნის ყოველგვარ მიზეზსა და საბაბს. ამ ვნებას გაქცევით უნდა ვებრძოლოთ. ისევე როგორც უფსკრულის პირას დგომი ადამიანი ერთი ხელის კვრითაც შეიძლება დაიღუპოს, ამ ბინწუნებაში იოლად ეფლობა ადამიანი, თუ განსაკუთრებულ სიფრთხილეს არ გამოიჩენს და თუ უფსკრულისკენ უფსკრულისაგან შორს ვდგავართ, სასტური კი გვეძახის და გვითრევს, ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიყვიროთ, მოვეხვიჭოთ ხეებს, ბუჩქებს და თავი შევიკავოთ.